Სახალხო ნაძვის დღეს კახაკალაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე აწყობს. Უკვე ცნობილია, რომ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ამჯერადაც ეს ფული ტენდერების გარეშე იხარჯება. უწყვეტი პროტესტის პირობებში სად გაიმართება გალა კონცერტი და რომელ მომღერლებსა და მსახიობებს გადაუხდის ფულს ამჯერად მერია ჯერ უცნობია. თამარ დემეტრაშვილი არკვევს ქართული ოცნების საზეიმო დღის წესრიგს და ის გააგრძელებს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ახალი წელი თბილისის მერიისთვის ისევ როგორც ჩანს მოულოდნელად დადგა, შესაბამისად საახალწლო ღონისძიებებისა და ნაძვის დღისთვის შესყიდვა ისევ გამარტივებული წესით მოხდება. მერია ტენდერს არც წელს გამოაცხადებს, არდა საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. ფულიკის ნაძვის დღის აწყობაზე, საშობაო სოფლების და დეკორაციების მოწყობაზე, ასევე საახალწლო საზეიმო ღონისძიებებზე დაიხარჯება. ტოტალურ კორუფციაში ჩაფლული ოცნების პირობებში კი ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთი შესყიდვა კორუფციის რისკებს კიდევ უფრო აძლიერებს. თბილისის მერია 8 მილიონ ლარზე მეტს ახარჯავს არა ტენდერის და კონკურენციის პირობებში, არამედ ერთპირთან მოლაპარაკებით და რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდილ კორუფციულ რისკებს შეიცავს და ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ მსგავსად გადაცემული თანხები, იქნება ეს სცენის მოწყობა, იქნება ეს ეკრანით მომსახურეობა, მომღერლები თუ ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ისეთი ჯგუფების თუ კომპანიების ხელში, რომლებიც ქართულ ოცნებასთან ახლო და მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. მორიგი მაგალითია მათ შორის კორუფციის, რომელთანაც ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოები ყურადღებას არ მიმართავენ, იმიტომ რომ მოქმედი მერები მათი პოლიტიკური დასაყრდენია, თუმცა ახლო მომავალში საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ აი კონკრეტულად ამ შესყიდვებზეც ჩვენ ვიხილოთ მათი ბრიფინგები. პირდაპირ შესყიდვით როცა ხდება ხოლმე სულ ზოგადად კორუფციას დამატებაში არსებობს ეჭვები. ამ ეჭვების გაქართლება წინასწარმეტყველებამდე ხდება. ვერ ვიტყვით იმის ფონზე, რაც განსაკუთრებით ბოლო ხანებში ხდება, რომ ვიცი ჩვენ რომ ქართულს რომ მოუნდეს თქვა და მერიაში რაღაც პრობლემების ძებნა დაიწყოს, არავის არ გაგვიკვირდება, რომ იქ ერთ-ერთი პრობლემა ნაძვის ყოფილიყო ხოლმე მასთან მიმართებაში თანხარაც არის გადახდილი და კორუფცია, იმიტომ რომ ვიცით რომ კორუფცია არის ხა ის მთავარი პრობლემა, რასაც ქართულმა თვითონ გაუნება, რომ ჭირთ და როცა თან ეს სახელი აქვს ესე გატეხილი, ამის ხრი ყველა ყავს პროექტთან მიმართებაში არსებობს კითხვის ნიშნები. საახალწლო ღონისძიებებს ახალი მისამართი ექნება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხი არა რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად სადაც იყო ხოლმე, არამედ რესპუბლიკის მოედანზე დაიგმება. როგორც ჩანს, ოცნებამ წელს გადაწყვიტა თავიდან აიცილოს ის მინიმუმ უხერხულობა, რაც გასულ წელს იყო, როცა საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლების მაღალჩინოსნები ნაძვის ხის ასანთებად ვერ მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტები სწორედ ოცნების მარცხად მიიჩნევენ წელს მის ამგვარ ნაბიჯს. მოვალოდით ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმედებას ალბათ იმიტომ რომ გვეგონა რომ ახლა მაინც დემონსტრაციულად იზამდნენ იმას რაც წინა წელს ვერ გაბედეს და ისინი ხო გაიძახიან რომ 50 კაცი დგას რუსთაველის გამზერზე. მაშინ რა გამოდის რომ 50 ადამიანი შეეშინდათ და წელს ნაძვის ხე იმის გამო ვერ დადგეს რომ 50 ადამიანთან მისასვლელი პირი არ აქვს ხელისუფლებას თუ ანუ რისი თქმა უნდა ამ ყველაფერი ცოტა გაუგებარია. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ რომ ეს არის მათთვის თავდაცვითი ქმედება რომ რაღაც რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანონ თითქოს ეს ნაძვის სადაც პროტესტი აუცილებლად მიაღწევს. კრახი კალაძე სწორედ დაამახსოვრდა შარშანდელი კრახი ქართულ მოსახლეობასა, რომ მან ვერ შეძლო პარლამენტის წინა ენთო ნაძვის ხე დიდი კონცერტითა და ზარზეიმით და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ წელს ნაძვის ანთება გადაიტანოს ვარდების რევოლუციის მოედანზე. თუმცა ეს არის იმის დასტური, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო პროტესტის გადატეხვა. ეს არის დასტური იმისა, რომ ვერ ჩაახშეს საქართველოში პროტესტის გრძნობა მოსახლეობაში. ამ პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდები, არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც არიან ძალიან აქტიურები ამ პროცესში და შეუძლებელია პროტესტის გაქრობა ქართველ ადამიანში, შეუძლებელია ქართველ ადამიანზე რეჟიმი იყოს გამარჯვებული და ეს არის ამ ყველაფრის დასტური. ის ხალხი, რომლებიც დღემდე იბრძვის სამართლიანობისთვის და დემოკრატიული ქვეყნისთვის და ევროპულ რესპუბლიკის ქვეყნის გადაყვანა ძალიან კარგად იაზრებს, რომ კალაძეს აქ ისევ არ ვერ შეძლებოდა ნაძვის ხის ანთებას აღარ, რადგან ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანს უხინდეს ბედნიერი იყოს და რაღაც ნაძვის ხის ანთებით
გვქონდნენ ხალხს სიხარულს და რაღაცა პოზიტივს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. მათ იციან რომ ეს პროცესი გრძელდება და არ არის დასრულებული და მან პროცესი არ დგას 50 კაცი და დგას გაცილებით მეტი და მათ აქვს ასევე გამოცდილება წინა წლის, როდესაც ისინი ამბობდნენ რომ თურმე და პროცესის მონაწილეები ვერ შეუშლიან ნაძვისხის ანთებას და ისინი ჩაატარებენ მართ ეგრეთ წოდებულ ღონისძიებას ძალიან მშვიდად და წყნარად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ პროცესის მონაწილეები იქ იყვნენ უმეტესობაში და შეაწუხეს ქართული ოცნების ამომრჩეველიც და ქართული ოცნების წევრებიც. ქართული ოცნების წარმომადგენლები აქციების დასრულებას წინასწარმეტყველებდნენ მუდმივად, რომ აი ხა მაგალითად 20 იანვრამდე მორჩება, შემდგომ თებერვალშიც დათქვეს რაღაც თარიღი და ყოველთვის იმედები გაუსრულდათ, შესაბამისად ჭკუა ისწავლეს და მიხვდნენ, რომ პროევროპული პროტესტი ესე მარტივად არ გაწყდება, ორ დღეშიც არ დასრულდება და აუცილებლად გაგრძელდება. სახელმწიფო მზადებას თბილისის მერია დეკემბრიდან იწყებს, 31 დეკემბერს კი გალა კონცერტის გამართვა იგეგმება.